ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მოსახლეობას უკვე მრავალი წელია უგზოობის პრობლემა აქვს. ახლა დანიშნული რწმუნებული აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია. კონჭკათელები უკვე არაერთი წელია მთავრობისაგან ერთი და იმავე პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მათ უგზოობა აწუხებთ. 20 წლის განმავლობაში არ ვიცი ახლა დამყოფი თუ ავინმე. რა გზებზე მეძე არ ვაწუხებთ არავის. წასვლამდე აი ბოლო პერიოდი იყო რომ ჩვენთან დაწყებული ყო და ასფალტის გამოყვანა და რომევიდა ეზრო მე ხრეშიც დაღრაც პრობლემა არა თუ ასფალტის გაკეთება. გზებზე იყო და როგორც შეეძლოთ შეაკეთეს ეს გზები და ახლა სოფლის გზების შეკეთება ცოტა ძნელი საქმეა, იმიტომ რომ ახლა ისე ვერ აკეთებენ სხვა უფრო მნიშვნელოვან ადგილებში რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მთავრობა ყოველწლიურად სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ატარებს, მცოცავი ნიადაგის გამო იშლება და წყალს მიაქვს. როგორც სოფლის ახლად დანიშნული რწმუნებული აცხადებს, აღნიშნული საკითხი სოფელში პრიორიტეტად იქნა დასახელებული, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. საუბარია 2 მილიონ ლარზე, რომელიც ჯერ განხილვაშია და სამინისტროსაგან უახლოეს მომავალში პასუხსდელიან. შევეცდებით, რომ შიგაგზები ჩვენი ძალებით მოვაგუროთ შიგაგზების პრობლემას, რაც შეეხება ისა ცენტრალურ გზას, მერია კონჭკათის მონაკვეთზეა საუბარი 6 კილომეტრიან გზაზე, ამაზე სამინისტროსაც გვაქვს, ისე რა ქვია, ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით და არის იმედი, რომ შეიძლება წელს ჩაისვას ეს გზა რა. მიუხედავად ბევრი სხვა რიგი პრობლემებისა, კონჭკათელებისათვის გზა მაინც პრიორიტეტად რჩება და პრობლემის მოგვარების იმედი აქვთ.